აი, არა, ნუ ეხა ეს არის ესეთი, ჩემს ბავშვობაში მოხდა, ნუ აი სკოლას უკავშირდება და რა ვიცი, ეხა ბევრი რაღაცა უკავშირდებოდა. სკოლას ბავშვობიდან და ამას მოვყვები, აუ 90 წლიანი წლებია რა, ის აი ჩანტლაძის სკეჩი როა რა, რო იქ ვეუნება რა, ვიმღეროდა და რაზე და გვარებსო ჩამოთulis და მერე რო ხო იქ მეგრე ვისია ეს ბულკივი? ხო, აი ზუსტად ესეთი. ზუსტად ეგეთი მოხდა, ჩემს კლასში იყო და მე როგორც არასკოლიდან მე როცა სწავლობდი სკოლაში. მოკლედ 90-იან წლებში მე 7 კლასში ვარ და განათლების სამინისტროს შემოიტანა საგნად ხატვა. ვის მოვიდა თავში დასფიცავარეს, ვის მოვიდა თავში, როგორი პერიოდი, ახლა უბრალოდ პერიოდი ვაგიხსნა. მეც კი, რომელიც ალბათ უკონფლიქტო ადამიანი, რა ვიცი, ამ ქვეყანაზე, მეც კი იმიდავდივარ რა ეს. კრიალოსანი და ბაბაჩკები რო. ხო, ლისიჩკა, ბაბაჩკა, დანა რა, ბავშვები თან რეალი უნდა იცოდე. ხო, ბავშვები რო ჩაკეთოთ პრაქტიკა, ეს ხელი ეხა ძვაკ ის ტრავმა არის. მაგრამ ეგ არ არის უბედურება, მე რო დანი დავდივარ. უბედურება რა არის, ცი? ეს დანა იყიდება სკოლის გვერდი ჯიხურში. და დანა კი არა, დანები. ბევრი, ხო და ამ პერიოდში სამინისტრო გვაძალებს ბავშვებს, ნუ არ ვიცი ახლა რომ მოიტანეთო ფლომასტერი. ფლომასტერს, იასამნისფერ ფლომასტერს ვინ მოიტანს? წარმოგიდგენია შენ ეს ამბავი. არა, შანსი არა მაგისი და ნუ ახლა რო არ მომიტანეთ ერთი გაკვეთილი ბიჭებზე ახლა საუბარი ხა გოგოები მეტნაკლებად უფრო მორჩილები იყვნენ ამ მიმართულებით და ამ კუთხით და ნუ კლასი და დიდი კლასი იყო 43 თუ 44 ვისხედი, დიდი კლასი იყო რა. ხო და რო არ მომიტანეთ შემდგომ გაკვეთილზეც ქალბატონმა მაიამ ხატვის მასწავლებელმა მიმართა დირექტორს. ნუ ამოვიდა დირექტორი და აშია საქმე ქალბატონმა მაიამ და ბატონო დირექტორო ეუბნება მე-7 პირველის ბიჭები მიგდებენო აბუჩადო და არ მოაქვთ სახატავები და ფლომასტერებიო. ხო და ახლა დირექტორმა ხო და მიიღო ზომა რა ქრას და მე-7 პირველის ბიჭები დაფასთანო თქვა. ხო დავდექი და აუ შეიძლება ავდგე რა უნდა შევასრულო. აბა რა უნაკი. ხო და მოკლედ ესეთ სიტუაცია რა, ესე არის კარი, ესე დირექტორი დგას და ესე ჩაგვამწყლიოს რა ყველა და მე ხარ როგორც ხედავ ეს სიმაღლე მაშინ რო გავიზარდე მე ჩვენ უფრო მაღლები ერთი მხავს კიდე დაბალი ცოტა აქეთ. ეხლა ეს ამან ეს მოდის ეს დირექტორი ესე ჩამოიერა და ეს ხო დგას ეს პატარა და რა გვარი ხარო კითხავ. ხო და ამან ხარ ტყებუჩავაო. ვისი ბიჭი ხარო შენ? მეო მოგელიტყებო ჩავას ბიჭი ვარ. ნუ ვერ უთხრა ვერაფერი ამას, იმიტომ რომ ამისი ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე იყო, ვერ უთხრა ახლა დირექტორმა. გადმოვიდა ჩემთან. რა გვარი ხარო მეკითხე. მე უთხარ ხომერი კი მეთქი, ვერ მითხრა ვერაფერი, იმიტომ რომ ბებიაჩემი სასწავლო ნაწილი იყო და ბაბუა აღმასკომის ინდრო. ბაბუა კიდე რაღაცა თელია. გადავიდა ახლა აქეთ, რა გვარი ხარ მაღლაკელიძე. ვერაფერი ვერ უთხრა მაღლაკელიძე, იმიტომ რომ ბებიამის შრომის მასწავლებელი იყო. წავიდა კიდე იგი დაგვარი ხარ ტყებუჩავა, კიდე მეორე ტყებუჩავა წო. ვერაფერი ვერ უთხრა, იმიტომ რომ მამამისი გია ტყებუჩავა ფოთის კოლხეთი გუნდის უფროსი იყო რა. წავიდა იგი დაგვარი ხარ იოსავა. ვერ უთხრა ვერაფერი, იმიტომ რომ მამამისი წისკულ კომბინატის დირექტორი იყო. წავიდა კიდე წინ ახლა და ახლა უკვე მაღალი ბიჭები წამოვიდა, რაგვარი ხარ დავითაია. ნუ დავითაია ზავონ დედამისი ისტორიას ასწავლა თან ჩვენი ფოთის პირველი გიმნაზია, მაშინ თეოფანი დავითაიას სახელობის ბოლო როგორ უნდა უთხრა დავითაიას რაღაცა. და წავიდა წინ ბახტაძე დედამისი კესო კალანდარიშვილი ისტორიას ასწავლის კიდე ჩვენ და ვაშაკიძე მოდის ბატონო ჩემო იქ ინგლისურის მასწავლებელია დედამისი, მერე ჯოლია, შელია, ბადრი და ესეც მაკაცებია. მოკლედ საძმაკაცოა, ან ვიღაცა თანამდებობის შვილია რა. ერთი სიტყვით და ეხა ბოლოში მივიდა, ბოლოში და ყველაზე მაღალი დგას, ყველაზე მაღალი და ეკითხება, გამარჯობა, ესა რა გვარი ხარო შენ? ამან ვაჩეიშვილი. ვისი ბიჭი ხარო შენ? მე ირაკლი ვაჩეიშვილის ბიჭი ვარ. ირაკლი ვაჩეიშვილი ვინ არის? თქვენ არ გეცოდინებათ, ჩვენ ამ სკოლაში ახალი გადმოსული ვართ. მე რატო არ დაგაქვს სახატავება და შემადაცვა. ვისიგდებ შენ რატო არ დაგაქვს? ეს ფაინალი ისტორია. არა, თან მთელი ამბავი რა არის, იცი? მას უეთქვა დედა რო ეხსენებია, ხო? დედამის ისტორიის მასწავლებელი იყო სხვა სკოლაში. გამოტონი არაცხადია და არ იქნებოდა პრობლემა, არა. იქიდან წავიდა ვითომ იქიდან გაყოდა. არა დღეს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული არის ჩვენს კლასში ეს პიროვნება ბატონი აკაკი ვაჩეიშვილი მოვიკითხავ და ერთ-ერთი ყველაზე პურ პროდუქტების და იმის ბიზნესშია და